საჯარო გაშლა. ბევრი საჯარო გაშლა შემხვდა, რომ აი რეტროგრადული მერკურთან დაკავშირებით, რომ აი რას მოიტანს რეტროგრადული მერკური, რას შეცვლის, ვინ გამოჩნდება ამ პერიოდში თქვენ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. მაგრამ რეტროგრადული მერკური ხომ მხოლოდ ის არ არის, რომ ყოფილები ჩნდებიან. კიდევ ბევრი სხვადასხვა რაღაცები, ანუ რეტროგრადული მერკური არის პერიოდი, როდესაც რაღაც დაუსრულებელი საქმეები, რაღაც კარმული სიტუაციები რაც არის და არა მხოლოდ კარმული, დაუსრულებელი რაც არის, წარსულში ჩატოვებული, ეს ყველაფერი ტივტივდება, რომ ჩვენ ეს დავასრულოთ, თან გავიაზროთ და ისე დავასრულოთ. ან თუნდაც ის, რომ ტექნიკა ფუჭდება. ამ წუთას სახში 3 გაფუჭებული ლეპტოპი მაქვს. მე რეტროგრადული მერკურის პერიოდში გაფუჭდა 3-ვე. მოკლედ, ყველაფერს თავი დავანებოთ, მოკლედ მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობებზე კონცენტრირდებით, იმიტომ რომ ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა რამე ხდება. ხო, და მოკლედ, ნახოთ ახლა, ჯერ ნახავთ თქვენს ენერგიებს და მერე ვნახოთ რეტროგრადული მერკურის შემდეგ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ანუ რეტროგრადული მერკური რაღაცეებზე ხო იმოქმედებს, აი ამ მოქმედების მერე რეტროგრადული მერკური რო დამთავრდება 20 მარტს 20 მარტის მერე თქვენი ცხოვრება რა მხრივ შეიცვლება და როგორ განვითარდება. კარგი, ახლა იფიქრეთ თქვენს თავებზე. ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. და დიდი გაშლა მინდა რომ გამოვიდეს და სადაგზა რაღაც კითხვებს მივამატებ თან. თქვენ ახლა რა ენერგიებში ხართ? ვინ ხართ თქვენ? ჩემი მაყურებლები უმეტესად არიან ქალბატონები, ესე თამაშდება ამ შემთხვევაში, ჩვენი ენერგიები ესე რეზონირდება. უმეტესობა ხართ ქალბატონები, საკმაოდ ემოციური პერიოდი გაქვთ ახლა. ემოციური, ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი ემოცია. ეს არის ემოციები, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. თქვენს გვერდით არის მამაკაცი, რომელსაც ძალიან კარგად გესმით, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკური აზრები, რომელიც ერთმანეთს ემთხვევა. და ამ შემთხვევაში თქვენს შორის ეს ლოგიკური აზრები იწვევს გარკვეულ რაღაც ემოციებს. ეს ემოციები ამ შემთხვევაში არის პოზიტიური, მაგრამ ცოტა საქანელა გაქვთ ემოციური სიმართლე რომ გითხრათ. ეს ხან კარგი ემოციები გამოჩნდება, ხან ცუდი ემოციები გამოჩნდება. ხოლმე ზოგადად სხვადასხვა სიტუაციებში ახლა გაქვთ პერიოდი, სადაც საკუთარ თავზე უნდა გაიმარჯვოთ, პერიოდი, სადაც საკუთარ თავზე უნდა კონცენტრირდეთ და ცოტა ისე ხართ, ცოტა ეგოიზმში გადაგდით ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ეგოიზმი არ არის ცუდი, პირიქით, ძალიან კარგია. მოდი აბა ვნახოთ კიდევ ვინ ხართ თქვენ. საკმაოდ ბევრი კარგი კომუნიკაციები, ბევრი კარგი ადამიანები არიან თქვენს გარშემო, თითქოს კომფორტს იქმნით ამ ადამიანებთან და ზოგადად სხვადასხვა სიტუაციებში, საკმაოდ ისეთი პერიოდი გაქვთ. ძალიან ჩაფიქრებული ხართ და ეს ძალიან ბევრი ჩაფიქრებული პერიოდი და ძალიან ბევრი ფიქრი. სიმართლე რომ გითხრათ, თქვენზე კარგად არ მოქმედებს, ნამდვილად ეს არის თქვენი უფრო ზუსტად რო გითხრათ, ბნელი მხარე, თქვენი მავნე ჩვევად შეიძლება უწოდოთ. თქვენი შინაგანი დემონი, რომელსაც მართვა ჭირდება. ანუ ბნელი მხარე, რომელსაც ჭირდება მართვა. კარგი. ვიზეთ რეზონირდა, ვაგრძელებთ ყურებას, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარეთ. შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში ისიც თუ რა თემაზე გსურთ შემდეგი საჯარო გაშლის ჩაწერა და მე ამის მიხედვით გავითვალისწინებ და ჩავწერ თემებს, იმიტომ რომ ძალიან მინდა თქვენი აზრიც გავითვალისწინო. კი, ჩემი იდეები ძალიან მომწონს, მაგრამ მინდა რომ ჩემი გამომწერებიც გავითვალისწინო და თქვენი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. პირადი გაშლებისთვის, პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, სასურველია თუ ინსტაგრამზე დამიკავშირდებით, რომელიც ბიოში არის მითითებული, ლინკი არის პირდაპირ, ან უბრალოდ მომწერეთ პირადში, თუ დაუშვათ ინსტაგრამზე ვერ გადადიხართ, შემდეგ მოგწერთ საკონტაქტოს ან მესენჯერზე როგორ ან Facebook-ზე მესენჯერში დახმარებით როგორ დამიკავშირდეთ, ან WhatsApp-ის ნომერს მოგცემთ. ადგილზე ვატარებ სხვათა შორის კონსულტაციებს და შეგიძლიათ ვიზიტი მისამართი არის თბილისი, წერეთლის გამზირი 61 ნომერი. კარგი, ახლა ვნახოთ. რეტროგრადული მერკურის შემდეგ როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება.
როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება და ბოდიში ვიდეო შეწყდა. ხო, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება რეტროგრადული მერკურის მერე? თითქოს ისეთი რაღაცები, რასაც ფიქრობთ, რომ თქვენგან შორს არის ეხლა. უფრო კარგად გაიაზრებთ, რომ რეალურად აი ამ ყველაფრიდან რა უფრო მეტად არის თქვენგან შორს, რა არის რეალობა და რა არის ფანტაზიის ნაყოფი, რას გვხსოვთ ფანტაზიის ნაყოფში, ანუ მართლა შორს არის თქვენგან თუ თქვენი ფანტაზიაა, რომ თქვენ გონიათ, რომ თქვენგან შორს არის და რეალურად ხვირწინ გაქვთ ეს ყველაფერი და უბრალოდ სხვანაირი მიდგომა და მოქმედება გჭირდებათ. ამ ყველაფერს გაიაზრებთ ზედმეტ ოცნებებს პირდაპირ ვიტყვი, რომ როგორც ჯოხით იგერიებს ადამიანი ცხოველს, პატარა მცირე ზომის ცხოველს ამ ფრინველს, ისე მოიგერიებთ ესეთ ილუზიებს. თქვენ ცხოვრებას უფრო თქვენ ცხოვრებაში მართვის ადავებს თქვენს ხელში აიღებთ. ასევე შეიძლება ისიც, რომ რეალური შემოთავაზებები მოვა თქვენთან. გამოაშკარავდება დამალული. სამივე მაღალი არკანი გვიზის ეხლა. რა ხდება? ესე იგი. ჰიეროფანტი, ქურუმი ქალი და მზე. ეს უფრო გლობალურად რო გავშიფროთ, რა თქმა უნდა, როცა ბევრი ენერგიას ერგება, უფრო გლობალურად უნდა გავშიფროთ და მოვარგოთ ყველა ვერსია. და როცა პირადი კონსულტაცია უფრო ზუსტია ხოლმე პასუხი, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი მზის გზადგება. რაღაც ტრადიციული, რაღაც ისეთი, რაც თავის ადგილზე უნდა იყოს. ის, რაც დაფარულია, რაც უნდა დაბალანსდება და აუცილებლად თქვენს მზის, თქვენს ბედნიერების გზას დაადგებით. მოდი ვნახოთ უფრო ეს მზის გზა კონკრეტულად რა საკითხს ეხება. სად მოდის თქვენი ბედნიერება, რომელ გზაზეა თქვენი ის ბედნიერება, რაც რეტროგრადის მერე გელით. თქვენს სიტუაციებს თავად მოარგეთ, მაგრამ სიტუაცია არის შემდეგი. ზოგიერთი შემთხვევაში თამაშდება ისე, რომ მამაკაცი ჩამოყალიბდება, თუ ელოდებით მამაკაცის ჩამოყალიბებას და მისგან რაღაც პასუხს, ზოგიერთი შემთხვევაში ეს ჩამოყალიბდება და მიიღებთ პასუხს, ხოლო სხვა შემთხვევაში ის რაზეც ახლა თავს იკავებთ, რაზეც თავს იტყუებთ, შეიძლება ეს იყოს მატერიალური მხარე, შეიძლება ეს იყოს საკუთარი კომფორტის ზონის სიტუაციები, ადგილი, სადაც კომფორტი უნდა შეიქმნათ საკუთარი თავისთვის, აი ესეთი სიტუაციებს უფრო ეხება. უბრალოდ შეწყვეტთ საკუთარი თავის მოტყუებას. შორიდან დააკვირდებით ამ ყველაფერს და რეალურად მიიღებთ იმას, რაშიც შრომას დებთ. უბრალოდ მთავარია ყველაფერს შეხედოთ რაციონალურად და ესეთ რჩევას გეტყვით, ახლა გაშლებიდან გამომდინარე, რაც უყურებ, რომ იქნებით სხვაზე დამოკიდებულები პირიქით, საკუთარ თავზე კონცენტრირდით, რეალისტით, საკუთარ საქმეს მიხედეთ, იმიტომ რომ სხვა ადამიანებზე დაყრდნობა ამ პერიოდში, არც რეტროგრადის პერიოდში და არც ამის მერე არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ რეალურად მხოლოდ იმედგაცრუებას მოიტანს. მადლობა, ვინც მიყურეთ. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომართოთ პირად შეტყობინებაში. და ან ადგილზე ვიზიტისთვის მომართოთ, რომ ჩაეწეროთ თავისუფალი ადგილები, როდესაც იქნება.